Super Blitz. Super Blitz. რომლის მოთამაშესაც მოთამაშე დარჩება Super Blitz სათამაშოდ დაასახელებს დავით რაფავა კაპიტანი. წინა თამაშიდან გაუნდინარე ილია რევიას ვიცეთ ისე. ილია რევია რჩება Super Blitz-ის სათამაშოდ. გუნდმა გადაინაცვლა გონგთან. ტრადიცია ხო რა თქმა უნდა. ბატონ ილია. თქვენ წინააღმდეგ ითამაშებს სოფიო ჯობო მენეჯერი თბილისიდან. იცანით აბა ახედეთ მაყურებელს. გეცნობათ ეს ტელემაყურებელი? არა მართალი. წინა Super Blitz-ით მას ეკუთვნოდა ორფეოს და ევრიდიკეზე. კი. ცუდი ვიზუალური მეხსიერებით ვარ ასე ვთქვათ. დაჯილდოებული. ეგ არაფერი თავარია პასუხები იყოს სწორი. ანუ იგივე ისევ მაყურებელი ჯობოვა, ისევ ილია რევიას წინააღმდეგ. Super Blitz მთლიანად აგებულია ბერნარდ შოუს გამონათქვამებზე. ბატონო ილია. ყველანაირი ვიზუალური მასალის გარეშე. სად ხართ? სიჩუმე. გამონათქვამი პირველი. იდეალური ქმარი ეწოდება მამაკაცს, რომელიც თulis რომ ყავს დაასრულეთ ორი სიტყვით. დრო. ისმენთ იდეალური ქმარი ეწოდება მამაკაცს, რომელიც თulis რომ ყავს იდეალური ცოლი. ეს სწორი პასუხია. თქვენ ყავთ იდეალური ცოლი ბატონო? რა თქმა უნდა. კაი, მე მას ვკითხოთ თქვენზე. გამონათქვამი მეორე. ეს არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური გამოხატულება. რის შესახებ თქვა ასე? ბერნარდ შოუ, დრო. ცეკვა. ეს სწორი პასუხია. გამონათქვამი მესამე. და ყველა ისეთ გაღიმებული დგას სტუდიაში, ანუ ყველა წინასწარ დარწმუნებულია რომ ილია Super Blitz აიღებს, გამოიცნობს თუ არა? არა, ელერდაშვილი არ ეკიმება. გამონათქვამი მესამე. ეს არის საჰაერო ბურთი, რომელიც თქვენს თავს ზემოთ კიდია და სანამ მას მისჩერები ხართ, სხვა ადამიანები თქვენს ჯიბეებში იკეკებიან. რომელ პოლიტიკურ სისტემაზე თქვა ასე ბერნარდ შოუ? დრო. ისმენთ ბატონო ილია. რა ვიცი, დემოკრატია მომდის მაინც თავში, ბოლო-ბოლო იმ დროს შოუ საკმაოდ ცინიკური ადამიანი იყო. მოდი გაგიმეორებთ მე. ეს არის საჰაერო ბურთი, რომელიც თქვენს თავს ზემოთ ჰკიდია და სანამ მას მისჩერები ხართ, სხვა ადამიანები თქვენს ჯიბეებში იკეკებიან. რის შესახებ თქვა ასე? ბერნარდ შოუ. მაინც დემოკრატია. დემოკრატია? დიახ, ნუ ანუ გადასახადებს იხდი, ვითომ ასე რომ ვთქვათ, გააქვს ფიქრობ რომ გააქვს უფლება რამე შეცვალო ქვეყანაში, ნუ ცინიკური შოუს პოზიციიდან ასე რომ ვთქვათ. გავიგე. კაი, რა ვერსიები გვაქვს დარბაზში? დემოკრატია. ყურადღება მაგისტრმა რა თქვა? მე მგონი მონარქია უფრო ჯდება. ბერნარდ შოუ, არა? დიდი ბრიტანეთი. სოციალისტი. ყურადღება, სწორი პასუხი. ეს არის საჰაერო ბურთი, რომელიც თქვენს თავს ზემოთ კიდია და სანამ მას მისჩერები ხართ, სხვა ადამიანები თქვენს ჯიბეებში იკეკებიან. ბერნარდ შოუს მხედველობაში ჰქონდა დემოკრატია. 2-0. ილია რევია მეორე თამაშის ზედიზედ. გამოიცნო Super Blitz. ანგარიში გახდა 2-0.